რუსების შემოსვლას საქართველოში ბევრი ნგრევა და ქართული სოფლების აოხრება მოჰყვა. მოსკოვი დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა ამ ინტერვენციას. სანამ უშუალოდ ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყებოდა, რუსებმა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში საბრძოლო პოზიციები გაამაგრეს. ომის დროს ორივე ეს ხეობა უმოწყალოდ იცხრილებოდა ოკუპანტებისგან. ახლა მოგითხრობთ მესამე ქვეითი ბრიგადის საბრძოლო ისტორიის შესახებ. ამ ბრიგადამ ომის პერიოდში პატარა ლიახვის ხეობა ოკუპანტებისგან სრულად გაწმინდა. ეს სამხედროები მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები არიან. პატარა ლიახვის ხეობაში, როდესაც ქართული სოფლები ოკუპანტებისგან გამაგრებული პოზიციებიდან იბომბებოდა, ეს ბიჭების თავდაცვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. ბრიგადის 32 ბატალიონი ოკუპანტების მიერ გამაგრებული სიმაღლეებისკენ გადაადგილებას იწყებს. ჩვენ ვიყავით ერედვთან ახლოს, სოფელი ერედვიდან ავედით, იქ არის ახლოს სოფელი სარაბუკი. და აქ მოგვიწია უშუალოდ ბრძოლაში ჩამბა და 3 120 მმ-იანი ნამტვრცის ამოღება. აქ დავაგრძელეთ ეტაპობრივად ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილება. თლიანყანის მიმართულებით იქ იყო გამაგრებული, რა თქმა უნდა, თლიანყანა მოწინააღმდეგის მიერ. გამოვიძახეთ საარტილერიო ცეცხლი ბრიგადასთან და გვეხმარებოდა ჩვენი არტილერია. ბრიგადის თითოეული დანაყოფი შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებდა. მესამე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ოკუპანტებთან გამართულ თავდაცვით ბრძოლაში. არტილერისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულეს. თლიანყანაზე გავხსენით ცეცხლი, სადაც სადესანტო ქვედანაყოფები იყო გადმოსული და მაგ ვაწარმოეთ ცეცხლი. აგრეთვე ცეცხლი გავხსენით ლიახვის ხეობაში, საიდანაც მოწინააღმდეგის ჯავშა ტექნიკა გადაადგილდებოდა. ეს ყველაფერი დივიზიონმა მართლა კარგად შეასრულა, ისე რომ თავის საქმე ხუთიანზე გააკეთა და დანაკარგი არ მქონია ჯერ. ამ დროს მესამე ბრიგადის კიდევ ერთი ბატალიონი სხვა მიმართულებიდან უტევდა აგრესორებს. ამ ბატალიონმა ოსური ბანდფორმირებებისგან უამრავი იარაღი ამოიღო. განახორციელა ბატალიონმა წარმატებით ეს შეტევა, აიღო პატარა დვენისი, დაიკავა. ამის შემდეგ შეტევა გააკეთა დიდ დმენისზე, სადაც დაიკავა ოსების ეგრეთ წოდებული ბატალიონის შტაბი. მესამე ბრიგადის სამხედროები იმ დროს, როდესაც აგრესორი მოიერიშეები უმოწყალოდ ბომბავდნენ საქართველოს, უშეცდომოდ მოქმედებდნენ. მათი თავდადება თითოეული ქართველისთვის სამაგალითოა. ჰაერიდან, ყველანაირი მხრიდან იყო შემოტევა, ყველა მხრიდან იბომბებოდა სოფელი, იბომბებოდა გზაც, მაგრამ ასეთ დროს არ ვიცი, მე არც კაპიტანის თვალებში და არც სერჟანტის თვალებში არ დამინახია შეში, პირიქით მივიწევდით წინ. მესამე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უდიდესი თავდადების შედეგად ყველა საბრძოლო ამოცანა წარმატებით შეასრულა. სამწუხაროდ ამ ბრძოლებში მათ რიგებს რამდენიმე სამხედრო გამოაკლდა. მინდა ისარგებლო მომენტით და ყველა დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადო და მთლიანობაში დიდი მწუხარება გამოთქვა. ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე რომ არავის არ დაეჭაგრა და მისთვის ზედმეტი არ ეთქვა და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი უკეთეს ყოფილიყო. ვიბრძოდით გამარჯვებისათვის და ვიბრძოდით მომავლისათვის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყველა ბრიგადამ თავისი დავალება შეასრულა. ქართველი მებრძოლების თავდადებამ კი მსოფლიო აალაპარაკა. ქართველი ჯარისკაცები სამშობლოს დასაცავად კვლავ მზად არიან.